ყველას გულითაა მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. როგორც მოგესალმებით, ზაფხული მოვიდა, ზაფხულზე 1000-ნაირი გეგმები გვაქვს ხოლმე. ძალიან ბევრი ადამიანი ამ პერიოდში ფიქრობს ხოლმე, რა ტიპის ბიზნესი დაიწყოს, პარალელურად ისე რომ სამსახურს არ მოწდეს, როდესაც ამ თემაზე ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს სამსახურის პარალელურად ან რაღაც სხვა საკეთებდეს, ვიფიქრე რომ ძალიან კარგი იქნებოდა. მომეწვია სტუდიაში სტუმრად Lion Trans-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი იოსებ ბოცვაძე. იოსებ, მოგესალმებით. Lion Trans არის კომპანია, რომელიც 2008 წლიდან არის ამ მიმართულებით საქართველოს ბაზარზე და ისინი ეხმარებიან ადამიანებს იმაში, რომ ჩამოიყვანონ ამერიკიდან ავტომობილები და შემდგომში ეს ავტომობილები გაასხვისონ. ძალიან ბევრმა ეს ბიზნესი უკვე კარგი ხანია რომ დაიწყო, ზოგი ახლა იწყებს, ზოგი კიდე ფიქრობს რა მიმართულებით დაიწყოს აღნიშნული ბიზნესი, იმისათვის რომ გახდეს ამ მიმართულებით ბიზნესის სტარტაპის ფლობელი და სწორედ ამ თემაზე გვინდა დღეს ვისაუბროთ. იოსებ, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა, შემცირდა მოთხოვნა 2008 წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი პერიოდია და როგორ იცვლებოდა ზოგადად ეს ბაზარი, რამდენად მოთხოვნადი გახდა დღეს დამატებითი შემოსავლის მიღება რაღაც ახალი საქმიანობით, რომელიც არ მოგაცდენ შენ სამსახურს და თან შენ სამსახურში მუშაობ, თან დამატებით რაღაცა ტიპის ბიზნესი გექნება. როგორ შეიცვალა ზოგადად მოთხოვნა მიწოდების საკითხი ამ მიმართულებით? უკვე 10 წლებია ამ ბიზნესს საქართველოს ეკონომიკაში მოწინავე ადგილი უკავია, ასე ვთქვათ, მთლიან შიდა პროდუქტში პირველ სამეურში შედის ავტოიმპორტი და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები არიან ათობით ათასი. რომელთაც არათუ ძირითადი შემოსავლის წყაროდ არის ქცეული ავტოიმპორტი, არამედ დამატებითი, როგორც თქვენ ახსენეთ, დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქვთ ისეთ პროფესიის ადამიანებს, რომელიც შეიძლება იყოს პედაგოგი, ექიმი, რომელიც მუშაობს ძირითად სამუშაო ადგილას და დამატებით შემოსავლის წყაროდ აქვს, ასე ვთქვათ, ჰობი შეიძლება დავარქვათ ზოგისთვის ავტომობილი იყიდოს ამერიკის აუქციონზე, ჩამოიყვანოს და გაყიდოს. და ამიტომ ჩვენი ინიციატივაც ამას უკავშირდება, რომ ამ ბაზარში ჩართული ადამიანებისთვის მივცეთ საშუალება საბრუნავი თანხა, ასე ვთქვათ, უპროცენტოდ. მოდი ორ ნაწილად გავყოთ ჩვენი დაინტერესებული პირები, ვისაც ბიზნესი უნდა დაიწყოს ან აქვს. ანუ ორ ნაწილად რომ გავყოთ, ერთი ალბათ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ეხა უნდა დაიწყონ რაღაცა ტიპის დამატებითი შემოსავლისთვის ბიზნესი და მეორეა, ვინც უკვე ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ ჩამოიყვანა, ზოგს ბევრი მანქანები ჩამოყავს ხოლმე. რამდენად მარტივია იმ ადამიანებისთვის ამ ბიზნესის დაწყება, ვისაც ჯერ არანაირი გამოცდილება არ აქვს, უბრალოდ ფიქრობს, რომ რაღაცა დამატებითი შემოსავალი უნდა. მოდი განვიხილოთ, ვისაც პროფესიად აქვს ქცეული ეს ბიზნესი, ამ ადამიანების საქმიანობა და მოდი მერე განვიხილოთ, ვისაც ესე ვთქვათ, ჰობადა აქვს და დამატებითი შემოსავლის წყაროთ აქვს. ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანს ეძახიან ავტოიმპორტიორს, ავტოდილერს და ამის გამო რადგანაც ბევრი ასეთი ადამიანი იყო საქართველოში, ჩვენ ასე ვთქვათ, მივეცით პროფესიული სახე და ტექნიკურ უნივერსიტეტში შევქმნით ავტოდილერის გადამზადების კურსები, სადაც უკვე სერტიფიკატები მივანიჭეთ უკვე და სერტიფიცირებული ავტოდილერები გავხადეთ ამ დასაქმებული ადამიანები, ვინც იყვნენ ამ სფეროში. ავტოდილერი ზოგს წარმოუდგენია, რომ აი ბაზარზე დგას და რაღაც მანქანას ყიდის და შეიძლება საერთოდ არ გამოვიდეს სახლიდან. ხო, შეიძლება მართლაც არ გამოვიდეს სახლიდან. მის ცოდნაზეა დამოკიდებული, ანუ მიმწოდებელს და საბოლოო მყიდველს ერთმანეთს აკავშირებს და ამაში შოულობს, ასე ვთქვათ, ფულს. ანუ ყიდულობს რაღაცა ავტომობილს ძირითადად ამერიკაში და აქ ყიდის სხვა წყაროებით ამ ავტომობილს. კი ბატონო. და მეორე, ასე ვთქვათ, ვისაც ჰობა აქვს ქცეული, დასაქმებულები არიან, საჯარო სექტორში შეიძლება იყოს დასაქმებული და დამატებით შემოსავლის წყაროდ ჰქონდეს მისი ცოდნით შეისყიდოს ავტომობილი. რა ტიპის ცოდნა არის საჭირო აქ? აქ არის ავტომობილის შეფასება, როდესაც ყიდულობ აუქციონზე, განსაზღვრო რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული შეკეთება ავტომობილის და საბოლოო ღირებულება, თქვათ, საქართველოში რო ჩამოიყვანო რა იქნება საბოლოო ღირებულება და მოგების მარჟა რამდენი შეიძლება იყოს. ეს გავყეთი ამ ავტომობილს. კი ბატონო, და მოგების მარჟა იმდენად დიდია, რომ შეიძლება იმ ძირითადი შემოსავლის წყარო, რაც აქვს, სადაც მუშაობს, იმაზე შეიძლება ორჯერ და სამჯერ მეტი იყოს. ამიტომ არის მიმზიდველი ეს და ამიტომ გადავწყვიტეთ. დამატებითი არაფერი არ ჭირდება. მე ფიზიკურმა პირმა შემიძლია რომ ეგ გავაკეთო. კი ბატონო, ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელიც უბრალოდ ავტომობილების გატაცებული, ასე ვთქვათ, და ავტომობილები რაღაც დონეზე იცის. კონკრეტული ცოდნა არის საჭირო აი ავტომობილის მიმართულებით. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდე ბაზარი.
ეს პროდუქტი რო ვიყიდო, როგორ გავყიდი მე ამ იგივე ავტომობილს ადგილობრივ ბაზარზე. ალბათ ეს არის ყველაზე ძირითადი ცოდნა და დაზიანებები, რომელიც აქვს ავტომობილებს, აი ეს დაზიანება რამდენად შეიძლება საქართველოში აღვადგინო და რამდენად შეიძლება გავაშევაკეთო ეს ავტომობილი, რომელსაც რაღაცა კი ბატონო, ანუ დამწყებებისთვის ჩვენი გუნდი სწორედ ამას განსაზღვრავს ექსპერტების მეშვეობით, ყველა დეტალი, რომელიც უკავშირდება გარკვეულ ხარჯებს, აღდგენას, სათვალთვალო ნაწილის ღირებულებას, ტრანსპორტირებას, ამ ყველაფერს აწვდის ინფორმაციას. დამწყებისთვის არ არის საჭირო რომ მაინც ძალიან დაითვალოს და ჩვენ ექსპერტებს მიენდობა და ყველაფერს ეტყვის ამის შესახებ და მოგების მარჟა რა შეიძლება დარჩეს. მოგების მარჟას რაც შეიძლება ავტომობილს როდესაც იყიდის, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ ონლაინ პლატფორმას, სადაც რომელიც არის Lion Transis პლატფორმა, სადაც გზიდან ასე ვთქვათ კონტეინერში მყოფი ავტომობილების სია არის, რომელიც გარკვეულ ფასად იყიდება, შეუძლია ანუ თბოთში ჩამოუსვლელად გაყიდოს და მიიღოს მოგება მარტივად, აქ საუბარია $500,000-ზე და ანუ ერთი ავტომობილი შეიძლება $500-დან $1,000-მდე დაგვრჩეს. და შესაბამისად ეს ავტომობილი რომელიც შეიძინა სადღაც ამერიკაში, რომელიმე შტატში და გინდა რომ საქართველოში ჩამოიყვანო, გზაშივე გაყიდო და გზაშივე დააგენერა უკვე შემოსავალი. ბევრმა იცის ვიც ალბათ ამ სფეროში ჩართულია გზიდან გაყიდვა, ყველამ იცის ასე ვთქვათ და გზიდან როდესაც ყიდი ნაკლები მარჟა ასე ვთქვათ, ანუ რომ ჩამოიყვან იწვალებ გააკეთებ შესაბამისად მეტი მოგება გინდა და მეტი მარჟა გხდება, მაგრამ მოცემულ დროში შეიძლება საკმაოდ სარფიანი გარიგება დადო და მიიღო შემოსავალი. მეორე პლატფორმა რომელიც გვაქვს, ანუ როდესაც უკვე ჩამოვა შეუძლია გაუკეთებლად მოიყვანოს ჩვენ წეროვნის ავტოსადგომზე, სადაც ასეთი ტიპის მანქანებია, რომელიც დაზიანებულია, როგორც აუქციონზე იყო, იგივე მდგომარეობაში იყიდება და აქაც იგივე პლატფორმაა, იქ მოდიან მომხმარებლები და ასეთი ტიპის ყიდველებიც ძალიან ბევრია, რომელსაც არ უნდა გაკეთებული და პირდაპირ როგორი მდგომარეობაში აუქციონზე იყო, ის აინტერესებს რომ როგორია, თვითონვე შეეხოს, ნახოს და არა ონლაინ უყუროს. ანუ ეს არის ავტომობილები, რომელიც ამერიკაში ჩამოყალიბდა, ალბათ ვინც დასავლეთისკენ წასულა ბოლო პერიოდის განმავლობაში მანქანით შევხედავს, აქედან როდესაც დასავლეთით მიდიხართ მარცხენა მხარეს, ძალიან ბევრი ავტომობილი დგას. როდესაც დასავლეთიდან თბილისისკენ მოდიხარ მარჯვენა მხარეს, Lion Transis წეროვნის ტერმინალია და ბევრი მანქანა დგას იქ და სწორედ ასეთი მანქანებია იქ. ანუ ჩვენ მომხმარებელსაც შეუძლია მივიდეს იქ და დღეს იყიდოს ავტომობილი ისე რომ ამერიკაში საერთოდ წავიდეს და იქ არ იყიდოს ეს ავტომობილი. ამერიკაში როდესაც ყიდულობ რა თქმა უნდა სურათებით და მაინც შანსია რომ რაღაც ისე არ იყოს როგორც ჩვენ ფიქრობ, მაგრამ როდესაც უკვე წეროვანში აქ ადგილზეა, აქ თვითონ ფიზიკურად შეეხო და ნახო, რასაც ყიდულობ. სწორედ და დიაგნოსტიკაც გააკეთე თუ რა აქვს დაზიანებული და შენ თვითონვე გათვალო უკვე ხარჯები რომ ავტომობილის ყიდვის შემთხვევაში რა ხარჯები მექნება. აი Lion Transis-თან დაახლოებით რა თანხით შემიძლია ამ ტიპის ბიზნესის დაწყება. ვხვდები რომ შესაძლებელია რა სხვადასხვა იყოს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ინვესტიციას გავაკეთებ, მეტი მანქანის ჩამოყვანა შემეძლება და მეტ $500-დან $1,000-მდე ვიშოვი, მაგალითად თუ მე ჩამოყვან 100 მანქანას სხვა დაახლოებით $2,000-3,000 სრულიად საკმარისია, რომ ახვიდე რაღაც $500-1,000-იან მარჟაზე გააჩნია, ასე ვთქვათ, ამ თანხის წინასწარი ინვესტირება მიწევს. დიახ, ანუ შეიძლება ვთქვათ გარკვეული კატეგორიის ავტომობილები, რომლებიც ამ ბაზარზე მოთხოვნადია იყოს მაღალი ფასიანი, მაგრამ არის რაღაცა კატეგორია მანქანების, რომელიც შეიძლება ინვესტიცია დაჭირდეს $2,000-3,000 და $2,000-3,000-ით უკვე ჩვენ დანარჩენ, ასე ვთქვათ, $5,000-6,000 რაც დაგჭირდება, ჩვენ უპროცენტოდ ვაძლევთ უკვე მომხმარებლებს და საბრუნავის საშუალება $3,000-ის ნაცვლად უკვე ადამიანს უჩნდება $10,000. ანუ შესაძლებელია ორი მანქანაც კი. შესაძლებელია თუ მეტი აქვს, რა თქმა უნდა, საინვესტიციო თანხა, 2 იმდენი და 3 იმდენი მიცეთ საბრუნავად. და ამ სფეროში ანუ ის ავტო დილერები, რომლებიც ახლა არიან ბაზარზე, მათთვისაც ეს მომგებიანი იქნება, იმიტომ რომ ყველასთვის დღეს საბრუნავის საშუალება წარმოადგენს ერთ-ერთ დიდ გამოწვევას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვინც უკვე ამ სფეროში დასაქმებულად უკვე პროფესიის დონეზე აქვს ეს საქმიანობა, მათთვის პირდაპირ, ასე ვთქვათ, წყაროა საინვესტიციო, რადგან როდესაც აბრუნებ ეს ადამიანები დიდ თანხას აბრუნებენ და შენ რო აძლევ კომპანია უკვე $200-300,000 საბრუნ საშუალებას, ასე ვთქვათ, სულის მოდგმა, ასე ვთქვათ, ამათთვის რომ საბრუნავის საშუალება მეტად გაზარდონ, მათ შორის ავტოიმპორტიორი კომპანიებიც არიან, რომელსაც ვაძლევთ ამ ინვესტიციას, არა მარტო ავტოდილერებს
და უპრეცედენტო პროექტი, ასე ვთქვათ, Lion Trans-ის მხრიდან ამ სფეროში დაახლოებით რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება, რომ მივცეთ ჩვენ ამ რა უნდა გააკეთოს ამისთვის ავტოდილერმა ან ამ სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანმა, როდესაც მე მაქვს რაღაცა ტიპის იდეები, როგორ შეიძლება ჩამოვიყვანოს მანქანა, უკვე ჩამომყავს რაღაცა მანქანები 1, 2, 10 და მინდა ახლა გავაფართო. გავიგე ინფორმაცია, უსმენ რადიოს, გავიგე ინფორმაცია, რომ შეიძლება დამატებითი ინვესტიცია მივიღო ამისთვის, მაგრამ რა უნდა გავაკეთო ამისთვის, ამ ტიპის წინაპირობაა საჭირო, ვინმეს უნდა მიმართო თუ როგორ მიწყებ პროცესი როგორ არის. სწორად ახსენეთ თქვენ, რომ არის რამდენიმე ტიპისნაირი მომხმარებელი და სწორედ Lion Trans-ის მრავალფეროვნება ამაშია, რომ ყველანაირი მოთხოვნას ასევე პასუხობთ. ინდივიდუალურია, როგორცაც ყველა ადამიანი ინდივიდუალური, ასევე ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ინდივიდუალური მოთხოვნები გააჩნიათ. და ამ ინდივიდუალურ მოთხოვნებს შესაბამისად პასუხობთ ჩვენი სერვისებით. მაგალითად, სურს რომ ეს ჩვენი თანხა გამოიყენოს ავტომობილების დასაფინანსებლად, სურს რომ ტრანსპორტირების თანხაში გამოიყენოს ეს დასაფინანსებლად, სურს რომ სათადარიგო ნაწილების ყიდვისთვის და შესაკეთებლად გამოიყენოს ეს დაფინანსება, ანუ მრავალმხრივია, ჩვენ ღია ვართ და შეუძლია დარეგისტრირდეს, წარმოადგინოს წინადადება, რაში სურს ეს საინვესტიციო თანხის გამოყენება და შესაბამისად დაუმტკიცდება რაოდენობიდან გამომდინარე, მას რამდენი რაოდენობის შესყიდვის უნარი აქვს და სურვილი აქვს და ამ რაოდენობიდან გამომდინარე უმტკიცდება საინვესტიციო თანხა 50, 100, 200 ავტოიმპორტიორ კომპანიებს უმტკიცებად 9,5 შეიძლება გააჩნია წინადადებას და მათ საბრუნავ საშუალებებს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება იმათთვის, ვისაც მცირე ტიპის ბიზნესი აქვს, ამ მიმართულებით ჩამოყავს 1, 2, 3 მანქანა და საუბრალოდ საბრუნავ საშუალებები არ ყოფნიდა იმისთვის, რომ გაეფართოებია საკუთარი ბიზნესი. აი, ეს არის, რომ ავტოდილერებს ახასიათებთ ესეთი რამ, რომ ანუ ამერიკაში თუ აუქციონებს უზიან და ათვალიერებენ მანქანებს და რაღაც მანქანა გამოვიდა და იაფად გამოვიდა და ამ დროს არ აქვს ფული. და ვერ ყიდულობს და აი რა ვქნა და აი ზუსტად აი ესეთი შანსებისთვის, რომ როდესაც ნახულობ, შრომობ, ათვალიერებ 24 საათი აუქციონზე ხარ და კარგი ვარიანტია, ასე ვთქვათ, ჩაგივარდა და ჩვენ აი სწორედ აი გაძლევ შანსს, რომ აგერ იყიდე. შენი ცოდნით, რა იშრომე, დახარჯე დრო და შეგიძლია იყიდო, აგერ იყიდე. და აი ამ ინვესტიციისთვის, რომელსაც თქვენ აძლევთ, რომელსაც Lion Trans აძლევს, როგორც მე გავიგე ავტოდილერებს, ან მომავალ ავტოდილერებს, რამე ტიპის მქონების უზრუნველყოფა ხომ არ არის საჭირო? არანაირი. მე უნდა მოვიტანო დამატებით ჩემი სახლი ჩავდო, რაღაცა ჩემი საკუთარი ქონება ჩავდო, აი ესეთი რამ არსებობს? არანაირი, ანუ ამაში უნიკალურობა, როდესაც ყიდულობ ავტომობილს, შენ საინვესტიციო თანხა მაგალითად გაქვს როგორც წეგან ვახსენე $3,000 და დანარჩენ $6,000, $7,000 ჩვენ გიფინანსებთ. ანუ შენ როდესაც შენ თანამონაწილეობა არის, ანუ იქ აღარ ჭირდება არანაირი უზრუნველყოფა და შენ დაინტერესებული ხარ ამ ბიზნესში და გინდა განავითარო. და როგორც მოვიხდი, მანქანის გაყიდვაც გზიდანაც არის შესაძლებელი, ანუ მე ვიყიდე მანქანა დაიტვირთა, წამოვიდა საქართველოში და მე გზაში გავყიდე და ანუ ეს თანხა უფრო ჩქარა დავფარე. აი სწორედ ამიტომ რაც ვახსენე ადამიანებს გააჩნიათ ცოდნა, რადგან წლებია უკვე ამ სფეროში არიან, იციან ბაზარზე რა მოთხოვნა, მათ შორის იციან საქართველოს მომხმარებლებს რა ავტომობილები უნდათ, იციან თქვათ აზიის და ევრაზიის ქვეყნებში რა ავტომობილები გადის და იმ ავტომობილებს შენი ცოდნით როდესაც აარჩევ და ყიდულობ დაბალ ფასში, ყველა ვარიანტში მეტი შანსია რომ გაყიდო. არა თუ საქართველოში ჩამოსვლა და ელოდოს ამით თვე, არამედ ჩვენ პლატფორმიდანვე დადო შეიძლება შენ Facebook-ზე დადო, შენ შეიძლება შენ TikTok-ზე დადო და ასე შრომობენ და მე ძალიან ბევრი ავტოდილერი ყავს, რომელიც აი ამ საქმიანობით არის დაკავებული. ორ კვირაში შეულობენ, არ ვიცი, $500, $1,000, ჩაუვარდა კარგი ვარიანტი, იყიდა და ერთ კვირაშივე დადო პლატფორმებზე ჩვენი და ერთ კვირაშივე განახორციელა ამისი რეალიზება. მაგრამ თუ მე გამოცება არ მაქვს პირობითად ავტომობილის შეძენის აუქციონზე, იმიტომ რომ აუქციონზე მიდის ვაჭრობა, სწორედ ამიტომ ქვია აუქციონი და მე არ მაქვს გამოცება როგორ ვივაჭრო და მაქვს სურვილი ამაში თუ გაქვთ რამე ტიპის პროგრამები. აი სწორედ აქ უკვე ერთვებიან ჩვენი ექსპერტები და მანამდე თუ ადამიანს სურს რომ ეს ცოდნა მიიღოს, ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვახსენე გვაქვს ავტოდილერის გადამზადების კურსები, ანუ აქ ფასდება
პედაგოგი უკითხავს ლექციას ავტომობილის დაზიანების შესახებ, რა ტიპის დაზიანებას იწვევს შემდგომში ავტომობილში, ამის შეფასება, შემდგომ ტრანსპორტირების თანხები როგორ დაითვალოს, როგორ ივაჭროს აუქციონზე, ამ ცოდნას ცალკე ვაძლევს ვინც არ იცის და მეორე მხრივ, ვისაც თქვა ეს ცოდნა არ უნდა და უნდა თქვა ექსპერტის მომსახურება, ამ შემთხვევაში Lion Trans-ის საცალო განყოფილება ემსახურება და ამ ყველაფერს უხსნის და განუმარტავს და უანგარიშებს, ასე ვთქვათ, შენ ჩადო შეიძლება თანხა და უბრალოდ ჩვენი გუნდი ჩამოგიყვანს, გაგეყიდის და შენ შეგხვდება შენი, ასე ვთქვათ, მარჟა, თანხა ყოველგვარი წვალების გარეშე. რაც უფრო ბევრი დროს დავუთმობ ამას, როგორც მე ვხვდი, უფრო მეტი შესაძლებლობა რა გექნება თქმა უნდა, ყველა საქმეში ესეა, რაც მე დროს დავუთმობ, რაც მე ვიშრომებ, წარმატების და შემოსავლის შანსი უფრო მეტია, რაც უფრო ასე ვთქვათ, თანხას გადაებ რომ აგერ მე ამით შემიძლია და ალბათ თქვენ იშრომეთ ახლა და რა თქმა უნდა, იქ ნაკლები თანხის როგორც მე გამომშრალების. ვხვდები, ძალიან აზარტული იქნება თვითონ აუქციონის პროცესიც. აი ეს არის ზუსტად, რომ ავტოდილერებიც აი ამ აზარტში არიან ჩართულები, რომ თან ფულს ყოველდღიურად გამოიმუშავებენ. თან ფულს არ კარგავენ. ნუ არის შანსი, როდესაც ვერ გათვალო რაღაცა და სწორად ვერ შეაფასო და ნუ იმ ფასში ვერ გაყიდო, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში აი ეს აზარტი არის ავტოდილერისთვის, რომ მოიგოს ავტომობილი იაფაში და ყოველდღიურად იმიტომ რომ ყოველთვის ჩემი განმოსახედიდან, რადგანაც ამ ბიზნეს სფეროში ვარ ბევრი წელია ჩართული, ყველაზე მთავარი გაყიდვისთვის არის შესყიდვა. თუ შენ რაღაცას შეისყიდი იაფად და კარგ ფასად, ამას აუცილებლად გაყიდი, მაგრამ თუ რაღაცას შეისყიდი ცუდად, ამის გაყიდვა შემდგომში გაგიჭირდება. თუ რაღაცას ძვირად ყიდულობ და საბაზრო ფასზე მაღალ ფასად ყიდულობ, მე შეიძლება ამის გაყიდვა გაგიჭირდეს, მაგრამ თუ რაღაცა საბაზრო ფასზე შედარებით კარგ პირობებში ყიდულობ, შესაძლებელია რომ მომავალში ამის გაყიდვა უფრო მეტად გაგიადვებდეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ექსპერტიზა. თქვენ ახსენეთ სერტიფიცირებული დილერებიც, რას ნიშნავს სერტიფიცირებული დილერები და როგორ გავხდა სერტიფიცირებული დილერი? რადგანაც ამ სფეროში ძალიან ბევრი ავტოდილერი და ადამიანი იყო დასაქმებული. დიახ და მე ბევრი ისტორია მსმენია ჩემი სამეგობროდანაც, რომ ვიღაცისთვის მიუნდიათ თავისი ავტომობილის ჩამოყვანა, რომელიც საერთოდ მე სხვა დრამატული ისტორიები დასრულებულა. აი როგორ მივხვდები როგორც კარგად ახსენეთ, ანუ ამ სფეროში რადგანაც დაურეგულებელი იყო, ასე ვთქვათ, და პირად ნდობაზე იყო დამყარებული ურთიერთობები, სწორედ ამიტომ შემოვიღეთ ჩვენ სერტიფიცირებული დილერი, როდესაც Lion Trans-ის სახელით ადამიანი ყიდულობს მომხმარებლისთვის ავტომობილს, ესეთი ადამიანების სტატუსი ჩვენ ავწიეთ მაღლა. ანუ სერტიფიცირებული ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს გააჩნია ცოდნა, არის სანდო, იგი ყიდულობს თვეში 10-ზე მეტ ავტომობილს და ეს ცოდნა და გამოცდილება უკვე მას აძლევს საშუალებას, რომ ილაპარაკოს უკვე როგორც ჩამოყალიბებული ავტოდილერი, პროფესიონალი ადამიანი. და ამ სფეროში ზუსტად ძალიან ბევრი ავტოდილერი, როდესაც არის, ანუ ამ სტატუსის აწევა იყო მნიშვნელოვანი, რომ მე ბიზნეს საქმიანობა სტატუსი მაქვს, ანუ მე და ამ სფეროში უკვე შემეძლია საქმიანობა. იმიტომ როგორც ახსენეთ, ძალიან ბევრი იყო, რომელიც ანუ უბრალოდ იბრალებდა, შეიძლება არც იცოდა და ეს ნდობის ფაქტორები იყო ძალიან სენსიტიური. და სერტიფიცირებული ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ამ სერტიფიცირებულს მივეცით უკვე ბენეფიტები კომპანიიდან, მივეცით ეს უპროცენტო დაფინანსება, მივეცით ავტომობილების დაფინანსების საშუალება, მივეცით ჩვენ წეროვნის ავტოსადგომზე ავტომობილების განთავსების საშუალება უფასოდ, ჩვენ ტერმინალზე მაგალითად შეუძლია საშვის გარეშე შევიდეს, დაესროს თვითონ პროცესს, გახსნის პროცესს და მრავალი ბენეფიტი აქვს ამ ადამიანებს და სწორედ ამან მისცა საშუალება, რომ მათი საქმიანობა უფრო პოპულარული და უფრო შემოსავლიანი გამხდარიყო. რამდენად სანდოა ზოგადად აი ამ მთელი პროცესის მიდენ, რა პერიოდს მოიცავს ზოგადად, რომ კარგი შევიძინე ავტომობილი ამერიკაში, რა დრო ჭირდება მე საქართველოში ამ ავტომობილის ჩამოყვანას და კიდევ გზაში 1000 გადამზიდია და რამდენად ეს ავტომობილი ჩამომივა საქართველოში, ჩაუმივა თუ არ ჩაუმივა. და რა ფორმით ჩამომივა, ეს ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს ამ ბიზნესის დაწყებაში, რამდენ რისკს შეიცავს, ზოგადად რისკიანია ეს. რა თქმა უნდა, რისკები არის ამ გეოპოლიტიკურ და ამ პროცესში, სადაც არავინ არ იცის სად დაიწყება ომი, როგორ დაიწყება, რა თქმა უნდა, რისკები არის და შესაბამისად Lion Trans არის ამერიკული კომპანია და ყველა ჩვენი ტვირთი არის დაზღვეული და არ არსებობს რაიმე შემთხვევა, რომელიც კომპანიას სრულად არ აინაზღაურებინოს და სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ როდესაც შენ თანხას და ინვესტიციას აკეთებ პირადი თანხებით, უნდა იცოდეს სწორად
როგორ და რომელ კომპანიაში ითანამშრომლობ და საჩადო შენი ფული ვისანდო, ასე ვთქვათ, შენი თანხა და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სწორად განსაზღვრო ვისთან აპირებ თანამშრომლობას. იმიტომ რომ რაღაც პროცესს მოიცავს ავადოთ, რომელიც რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს. ზოგადად რამდენი ხანი მიმდინარეობს ხომ ავტომობილის ჩამოყვანა, მინიმალური დრო რამდენია? სტანდარტული დრო არის 2 და 3 თვემდე, ანუ შტატების მიხედვით, მაგრამ ავტომობილის ჩამოусვლელადაც, როგორც ვახსენე, გაყიდვა უკვე შესაძლებელია. მე ძალიან მომეწონა ჩამოსვლის შემდგომ უკვე შესაბამისად მარჟაც მეტია და მარჟაც მეტი ხდება. უბრალოდ რაღაცა პერიოდი უფრო იზრდება 2 თვით. მე ძალიან მომეწონა საერთოდ შეიძლება ამერიკაშიც არ წახვიდე, წეროვანში წახვიდე და იქიდან აიღო ავტომობილი, ოდნავ ხელი შეავლო და მაგაშტაც მოგება ნახო. ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ჩვენ ავტოდილერები, რომლებიცაც უკვე ეს საქმიანობა პროფესიად აქვს წეული, აღარ ყავდებიან იმით, რომ გააკეთონ ავტომობილი და გაყიდონ დროის განსაზღვრულ რაღაც პერიოდში ურჩევნიათ მაგალითად, რომ პირდაპირ როგორც აუქციონზე იყიდეს, იგივენაირად მოიყვანონ წეროვანში და დააყენონ და მომხმარებელსაც ურჩევნია, რომ აბა როგორ არის გაკეთებული, ზუსტად ხო არ არის გაკეთებული ის ნახო, რაც იყო ზუსტად აუქციონზე 2 თვის წინ. და ამაში გაყოფილება მათი და ასე ვთქვათ ჩართულობა აი ძალიან მომხიბვლელია, რომ პირდაპირ იმას ეხები, რაც აუქციონზეა 2 თვის წინ, რაც იყო აგერ გაქვს შენ წეროვანში. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე ტიპის აუქციონია ამერიკაში. თქვენ ვისთან თანამშრომლობთ? ჩვენ ანუ ყველა აუქციონთან გვაქვს ცდომა, თუმცა ვართ IA-ის ოფიციალური პარტნიორები და წეროვანშიც სწორედ IA-ის ავტომობილები უმეტესად არის აუქციონი მოწყობილი. IA არის სადაზღვევო აუქციონი, სადაც სადაზღვევო კომპანიას გამოაქვს ავტომობილები და იქ ნაკლებად არის ფიზიკური პირის მიერ გამოტანილი ავტომობილი და სადაზღვევოს მიერ გამოტანილი ავტომობილები უფრო სანდოობით აქვთ მეტი სანდოობა, იმიტომ რომ ის რისკიები, რასაც ზეგან ვახსენებდი, რომ არ ვიცი შეიძლება ის ჩამომივიდეს თუ არ ჩამომივიდეს, IA-ის შემთხვევაში ზუსტად ის ჩამოგივა, რასაც ყიდულობ. იმიტომ რომ ფიზიკური პირი კი არ არის ჩართული, კომპანიები არის ჩართული და სადაზღვევო და იქ რაიმე ასე ვთქვათ, იატაკქვეშეთის რაღაცა შესაძლოა კომპანია არის ჩართული, მას რაღაცა ტიპის სტანდარტები აქვს და გამორიცხავს ყოველგვარი ტიპის ზედმეტად შეფასებას ან არარელევანტურ შეფასებას, იმიტომ რომ რაღაცა ტიპის სტანდარტები ვინც ამ სფეროშია, ნუ ყველა აღნიშნავს, რომ ნუ მირჩევნია IA-ის მანქანები ვიყიდო, ვიდრე სხვა აუქციონის, იმიტომ რომ სანდოობა და ნდობა, ასე ვთქვათ, IA-ის მანქანებზე არის მაღალი. რამდენად მოთხოვნა ზოგადად ასეთ ტიპის მანქანებს? კარგი, ჩამოიყვანე საქართველოში მანქანა, მაგრამ რამდენად მარტივია შემდგომში ამის გასხვისება. თქვენ კი ახსენეთ, რომ გაქვთ თქვენი პლატფორმა, ონლაინ პლატფორმა, ისევე როგორც წეროვნის Lion Trans-ის ავტოსადგომი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მანქანებს ნახო, მაგრამ რამდენად მარტივია, რამდენად არის მოთხოვნა ბაზარზე, რომ მე როდესაც ავტომობილს ჩამოვიყვან, მისი გასხვისება არ გამიჭირდება და არ ბჭყალებში ჩამიწვება, როგორც ამას შეიძლება. არის პერიოდები საქართველოს ბაზარზე, როდესაც ექსპორტი იკლებულობს, არის რაღაცა პერიოდები, როდესაც ექსპორტი ავტომობილების მატულობს, მაგრამ აქაც ზუსტად შენ ცოდნაზეა მთავარი დამოკიდებული, ანუ სწორად ის ავტომობილი იყიდო, რომელიც არის მოთხოვნადი. როგორი რომელია ესეთი ტიპის ავტომობილები? ნუ საქართველოში პოპულარულია მაგალითად Toyota Ford Fusion-ი, ჰიბრიდის ტიპის ავტომობილები საქართველოს ბაზარზე, თქვათ, რეექსპორტისთვის, აზიის ქვეყნებისთვის, იქაც Toyota-ის ტიპის ავტომობილებია, Jeep-ის ტიპის ავტომობილებია, Subaru-ის ტიპის ავტომობილებია. და სხვა ქვეყანას სხვა ტიპის ინტერესიდან ქართველი მომხმარებლები, ყაზახი მომხმარებლებისგან განსხვავდებიან, იმიტომ მაგალითად არის მოდელები, შეიძლება მაგალითად ახლა ელექტროავტომობილებზე, Tesla-ზე მაგალითად არის მოთხოვნა საქართველოშიც და თუ საქართველოს მომხმარებლისთვის აპირებ კონკრეტული მოდელის ყიდვას, არის ამის სია დაახლოებით, რომელია პოპულარული მოდელები, რომელზეც მაგალითად არ გაიჭედები და ვერ გაყიდი. ალბათ რაღაცა სტატისტიკაც არსებობს, რა ავტომობილები იყიდება ყველაზე ხშირად და რა ავტომობილები არ იყიდება საერთოდ.
ხო, ანუ ზუსტად მაგაზე, ანუ ისეთი არ უნდა ჩამოიყვანო, რომელსაც ნაკლები მომხმარებელი და ნაკლები ელექტროავტომობილები ახსენეთ და Tesla ახსენეთ თქვენ. რამდენად არსებობს შემდგომში აი ამ ავტომობილების სერვისი საქართველოში, იმიტომ რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის გამოცდილება, რომ ვერ პოვლობ რაღაცა ტიპის ხელოსანს, ვერ პოვლობ რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება აი ამ დაზიანებულ ზუსტად ავტომობილებს ეს ავტო იმპორტი და ეს ინდუსტრია არის დიდი ჯაჭვი, რომელიც მარტო ავტომობილის ჩამოყვანა და ასე ვთქვათ, გაყიდვა არ არის. აქ არის ჩართული სათადარიგო ნაწილების გაყიდვა, სერვისები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ყველა ტიპის პროფესიონალი და დასაქმებული ადამიანები, რომელიც ასე სერვისები აქვთ და გაკეთებული აქვთ პატარა ოფისები, რომელიცაც სერიოზული ცოდნა გააჩნიათ უკვე ამ წლების განმავლობაში, არიან ავტოიმპორტიორი კომპანიები, რომლებიც მაგალითად ჩვენ სათადარიგო ნაწილებსაც კი ჭრით და ვაგზავნით საქართველოში და ანუ მოცული ასე ვთქვათ, ყველა ეტაპი. ამ ჯაჭვში ანუ დასაქმებული არის 10,000-ობით ადამიანი. სერვისები, სათადარიგო ნაწილების შეკეთება, სამღებრო სამუშაოები და ყველა ტიპის სერვისით მოცული არის საქართველოს. დაახლოებით თვეში 15-17,000 ავტომობილი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, ყველა, რა თქმა უნდა, უმეტესობა 90% არის დაზიანება და ამას ჭირდება შეკეთება და აღდგენა და წარმოიდგინეთ თქვენ, რამდენი სერვისია და რამდენი ჯაჭვია ამ ადამიანებს, ანუ ამ სფეროში ჩართული. და ანუ ეს უკავშირდება დიდ, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ინვესტიციას ვდებთ ამ სფეროში. რომ ამ ადამიანებს კიდევ მივცეთ, ანუ გასაქანი და შემოსავლის წყარო მივცეთ დამატებით. რამდენად მარტივია ზოგადად დოკუმენტური მოწესრიგება აი ამ ავტომობილების, იმიტომ რომ ეს მანქანები დაზიანებული ჩამოდიან საქართველოში, გამბაჟებასთან დაკავშირებული საკითხები არსებობს და ამ ავტომობილების დოკუმენტ ბრუნვა რამდენად მარტივია იმათვის, ვინც ამ ბიზნესს აწარმოებს, ან უნდა ამ ბიზნესის დაწყება, ან უნდა ამ ბიზნესის გაფართოება. ანუ დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით არის გამარტივებული, ანუ არ ჭირდება რაიმე დამატებითი რაღაცა ბიუროკრატიული პროცესები, ანუ როდესაც ავტომობილი ჩამოყავს, შეაკეთებს, მას მიყავს მომსახურების სააგენტოში, მიდის ჩვენს მიერ მიცემული დოკუმენტით, რომელიც ამერიკიდან ჩამოყვა და ხაზის კონსამენტით და მარტივად აგვარებს აბაჟებს. ანუ საქართველოში ეს პროცესი არის ძალიან გამარტივებული და სწორედ ამ ბიზნესაც ამიტომ მიეცა განვითარების საშუალება, რომ ბევრი რეგულაცია ისეთი არ არის ბიუროკრატიული და ყველას შეუძლია ამ ბიზნესში უკვე ჩაერთოს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თქვენი კომპანიით Lions Transit ბევრი არაქართველი რეზიდენტი სარგებლობს. რომელი ქვეყნიდან არის ყველაზე დიდი მოთხოვნა გარდა საქართველოს მოქალაქეებისა? ანუ ჩვენი კომპანიის ავტოდილერები ძირითადად 95% შეიძლება ვთქვათ, რომ არიან ქართველები, არიან უკრაინელები, არიან სომხები, არიან მაგალითად გერმანიიდან, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდანაც არიან ჩვენ ავტოდილერები, რომლებიც უკეთავენ ავტომობილების ტრანსპორტირებას და ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვაგზავნით ავტომობილებას მარტო საქართველოში არ არის ასე ვთქვათ პოპულარული. დუბაი მაგალითად ძალიან პოპულარულია და ერთ-ერთი ჰაბია ასე ვთქვათ. და ჩვენ ასე ვთქვათ ფართო მომსახურება გვაქვს. ყიდველებს რაც შეეხება საქართველოს ბაზარზე, უმრავლესობა 90% არის უცხოელი მყიდველი. ანუ ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სწორედ ამ ჰაბიდან გამომდინარე აქვს ამ ავტოიმპორტს ასეთი წარმატება, რომ ამ ჰაბიდან გამომდინარე გაყავთ ავტომობილები უკვე თავიანთ ქვეყნებში გამზადებული. რა თქმა უნდა, ამ ბიზნესში უკვე ჩაერთვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომელიც შესაძლოა კონკურენციას უწევდნენ უკვე ჩვენ ავტოდილერებს, ქართულ ავტოდილერებს, რომ დაიწყეს იგივე საქმიანობა ამერიკიდან შესყიდვა ავტომობილების ჩამოყვანა საქართველოში გაკეთება და ასე ვთქვათ ჩანაცვლების პროცესი დაიწყეს და სწორედ აი სულზე მოუსწარეთ კიდევ შეიძლება ითქვას ჩვენ პარტნიორ ავტოდილერებს და ვინც არ არის პარტნიორი მათ, რომ შევთავაზეთ საინვესტიციო თანხა, რომ უცხოელს თუ შეუძლია ვთქვათ ორი ავტომობილის ჩამოყვანა, აგერ შენ ჩვენი თანხა და ჩამოიყვანე 10 და მიიღე უფრო მეტი მოგება. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ხელშეწყობა იქნება თვითონ იმ ავტოდილერებისთვის, რომლებიც ამ სფეროში არიან დაკავებული და უნდათ გაიზარდონ და უფრო მეტი ფული იშოვონ და იმათთვის, ვინც
ეხა ფიქრობს დაიწყოს ბიზნესი და ზუსტად არ იცის რა მიმართულებით განვითარდეს, რა მიმართულებით დაიწყოს. უბრალოდ მანქანები უყვარს და მეტი არ არის, არ იცის. რადგან ჩვენ საერთო დრო იწურება, ბოლო შეკითხვასაც დაგისვამ, როგორია თქვენი განვითარების გეგმები, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ ფიქრობთ ამ მიმართულებით ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ხელი შეუწყოთ. ჩვენ ასე ვთქვათ ამ ბიზნესში როდესაც დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი, შესაბამისი სერვისები უნდა უზრუნველყო. ჩვენ იცით რომ ამერიკაში შევქმნით უკვე თანამედროვე საწყობი, ფოთში ჩვენ უკვე გვაქვს საკუთარი ტერმინალი, რომელიც სერვისებს უწევს უკვე ათასობით ადამიანს. წეროვანში ჩვენ დავიწყეთ უკვე აუქციონის მოწყობა, ასე ვთქვათ, ამერიკაში აღარ გჭირდება ყიდვა და პირდაპირ იქ შეგიძლია შენ მიხვიდე და იყიდო ავტომობილი. ონლაინ პლატფორმა უკვე სადაც შეიძლება ყველა ავტომობილის გამყიდველ ადამიანს განათავსოს მისი პროდუქტი და გაყიდოს და ჩვენ ამ სერვისების გატანა გვინდა ევროპასა და აზიაში, რომ ქართველი მომხმარებლების ავტომობილები შევთავაზოთ უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ონლაინ პლატფორმით და დავაკავშიროთ პირდაპირ ჩვენი ქართველი ავტოდილერების პროდუქტი პირდაპირ სხვა ქვეყნის მომხმარებლებს. და ეს იქნება უნიკალური შანსი ამ ბიზნესისთვის. მე მინდა ბევრი წარმატება გისურვოთ ნიოსებ თქვენ და აიონ ტრანს. ჩვენს მსმენელს კი მინდა შევახსენო, რომ ჩვენ დღეს გადაცემაში სტუმრად გქონდა იოსებ ბორცვაძე, რომელიც გახლავთ აიონ ტრანსის ბიზნეს განვითარების მენეჯერი. ჩვენ საუბრობთ დღეს ალტერნატიულ შემოსავლის წყაროებზე, ისეც როგორც გახდე ავტოდილერი, ან იყო ავტოდილერი, გააფართო შენი შესაძლებლობა და ამისთვის თანადაფინანსება მიიღო საინვესტიციო კაპიტალის სახით. ჩვენ გადაცემა ამით დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს შემდეგ სამშაბათს შევხვდებით დროებით.